მე წავიკითხე მამა ანდრიას დღევანდელი განცხადება, რომ მან იმედის ეთერში განაცხადა ჩემს შესაძლო დაბარებაზე, ჩემს გამონათქვამებზე და ანონსა იმედის ეთერით, რომ მე დამიბარებდნენ. არ ვიცი ეს ვინმეს დავალება იყო და იმიტომ განაცხადა ეთერში, საჭირო იყო მე რომ დამიბარებენ ამის სულად მეთქვი აჩოთის ჩაბარება. ეგ თვითონ ქონდა რომ რაღაც არაკოლეგიალობაზე და პრეტენზია და სრულიად არაკოლეგიალურია. მეორეს მხრივ მე დღეს მომწერა მამა მიქაელმა და მე მას უპასუხებ. მე ყველაფერი გასარკვევად ვუთხარი, რომ მამა ანდრია მე შემპირდა, რომ მეუფე სტეფანეს ბრალდებას გაიტანდნენ სინოდზე. მეუფე სტეფანე დავაზუსტებ, მე უკვე დიდი ხანია, თვეებია ბრალს მდევს მწვალებლობაში. მამა ანდრიას მე ვუთხარი და თვითონაც იცის, თუ არ იცოდა, უნდა გადაამოწმებინა, თუ რაოდენ დიდ მწვალებლობას ამბობს მეუფე სტეფანე, მაგრამ როგორ ჩანს ანდრიასთვის მნიშვნელობა არ აქვს ეკლესიურ სწავლებას, მას მარტო ჩემი ინტერვიუები აინტერესებს. ამიტომ მე მამა მიქაელს და მამა ანდრიას დღეს ვუთხარი, რომ მე მათ ვამხელ მწვალებლობის ფარველობაში, ხელის დაფარებაში და თვალის დახუჭვაში. რახანი მათ მე იმედის ეთერით შემპირდნენ, რომ შეპირდნენ იმედს, რომ დამიბარებდნენ, იმედს, სადაც ჩემზე ცილისწამებები იყო, რომელიც ფიქრობ, მამა ანდრიას ნათქვამია, რომ თითქოს მე ეპისკოპოსობა მინდოდა და ამიტომ დაუპირისპირდი პატრიარქს. თუ მამა ანდრიას ნათქვამი არ არის, იმ ეთერში გამოდიოდა მამა ანდრია და უნდა ეთქვა იმედისთვის, რომ ეს ასე არ იყო და განცხადება უნდა დაეწერა, რომ იქ იყო ცილისწამება. სხვა დანარჩენი იმედმა ბევრი ცილისწამებები გააკეთა, კერძოდ ჩემ 40 წუთიან საუბარზე მარტო თავის ქნევა ამოიღო და ერთი სიტყვა ვერ ამოჭრა იმ საუბრიდან, რაცაც თვითონ სათავისოდ გამოიყენებდნენ. ამიტომ იმედი ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ მამა ანდრიას უნდა ეთქვა, რომ ეს ცილისწამებაა და ნუ გაუშვებთ. და ასევე მე ფიქრობ, რომ მამა ანდრია თვითონ არის სინოდზე დასაბარებელი და მე ვუთხარი, რომ მე მოვდივარ სინოდზე. თუ მე სინოდზე არ დამიბარებენ და თუ სინოდზე ამ საკითხს არ განიხილავენ, მე იძულებული ვიქნები ხმამაღლა წერილობით მიმართო მსოფლიო პატრიარქს და გამოასწოროს საქართველოში ეს მსგავსობა, რაც არის მეუფე სტეფანეს მწვალებლური ქადაგება, რაც ეხება ზიარებას. ამიტომ მე ყოველ სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს. თან მითხეს, რომ კომისია გიბარებსო, არ მითხეს ვინ არის ეს კომისია, არც მეუფე შიო სახელი უთქვამს, არც მეუფე ანდრიას სახელი უთქვამს, არავის არც ერთი მეუფე სახელი და კომისიაში თუ არის მამა ანდრია ჯაღმაიძე და მამა მიქაელ ბოტკოველი, ეგ არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლია ჩემი დაბარება. კომისიის სახელი კი არ უნდა დამიბარონ, იმ ეპისკოპოსის სახელი დამიბარონ, რომელი ეპისკოპოსიც ხელმძღვანელობს ამ კომისიას, რადგან ჩემი დაბარება შეუძლია მხოლოდ ეპისკოპოსს და თან მეუფე შიოს და თუ კომისიის უფროსად იქნება მეუფე ანდრია, შეუძლია მეუფე ანდრიას, რადგან მისთვისაც დავალებულია, მაგრამ არა დეკანოს მიქაელ ბოტკოველს და არა დეკანოს ანდრია ჯაღმაიძეს. სტატუსებს ისინი დიდი ხანია პატივს არცემენ და მაგრამ მე მაგას არ დაუშვებ, რომ არქიმანდრიტი დეკანოზებმა არ ბენინონ ახეთით. ჩემი აზრით ეს განპირობებულია იმით, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებს ეკლესიაში ეკლესიური სწავლება. ეკლესია ყოველთვის იცავდა ქრისტეს სწავლებას და არა პიროვნებებს.
დღეს საქართველოში იცავენ მხოლოდ თავიანთ თავს, თავიანთ რაღაც მიზნებს და ის რომ ქრისტეს სწავლება ირღვევა, ქრისტეს სწავლებას რომ ფეხს აბიჯებენ და ანადგურებენ, ეს მამა ანდრიას საერთოდ არ აინტერესებს, რადგან მან იცის, რომ ეს სწავლება უკვე რამდენიმე თვეა დევს YouTube-ზე ვიღაცა მგლებმაც აიტაცეს და მე მაგინებენ და ისინიც მწვალებლობას ქადაგებენ ჩემს გასაკითხად ვითომ და მაგრამ ამას ხალხი უსმენს და ხალხი არის დაბრკოლებული. ამიტომ მამა ანდრია უფრო ფიქრობს რომ მის მიმართებაში არ გაჟღერდეს რამე, თორე ქრისტეს მიმართებაში რა გაჟღერდება, მას საერთოდ არ აინტერესებს. მას არ აქვს უფლება მე რო კომისიაზე მატაროს, მანამ სანამ ის არ მიმართავს მეუფეშიო პატრიარქს და არ გაიტანენ ამ საკითხს სინოდზე. მე მიმართავ შემდეგ უკვე სინოდს, რომ ეს საკითხი თუ ამათ არ გაიტანეს, რომ გაიტანონ სინოდზე და განიხილონ ეს სწავლება, რადგან სინოდი ვალდებულია ქრისტეს სწავლება დაიცვას. ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არ არის სუვერენული. მართლმადიდებლობა უნდა ეთანხმებოდეს მსოფლიო მართლმადიდებლობას და ამიტომ თუ ჩვენმა სინოდმა არ გადაწყვიტა ეს საკითხი, მე ვალდებული ვიქნები, თუმცა არ მინდა, არ მსურს, რადგან ეს იმდენად უაზრო და იმდენად დამახინჯებული სწავლება ქრისტეს შესახებ და ზიარების შესახებ, რომ ეს არ მინდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ. ამიტომ მე მირჩევნია, რომ ჩვენი ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტოს ეს საკითხი და მოაგვაროს და ბოდიში მოახდევინონ მეუფე სტეფანეს და დააგმოვინონ ის სწავლება, რომელსაც ის ასწავლის არასწორად, დამახინჯებულად.